თბილისის დინამოს მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩეხი სპეციალისტი დუშან უჰრინი იმუშავებს. საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს ის მამასთან, დუშან უჰრინ უფროსთან ერთად უხელმძღვანელებს. ამის შესახებ მამაშულმა უჰრინებმა წამყვან ჩეხურ სპორტულ გამოცემებს თავად განუცხადეს. თემაზე ჯემალ ფარცახაშვილი მუშაობს. ჯემალ, რატომ შეჩერდა არჩევანი უჰრინზე და რა ფორმით უნდა უხელმძღვანელოს ერთად მამაშულმა ამ გუნდს? თავდაპირველად მინდა გითხრათ, რომ ამ დროისთვის საფეხბურთო კლუბ თბილისის დინამოს ხელმძღვანელობა ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს, თუმცა უჰრინების თემა საკმაოდ აქტუალურია ჩეხურ სპორტულ პრესაში. სპორტულ გამოცემა აქტუალესთვის მიცემულ ინტერვიუში დუშან უჰრინ უმცროსმა მისი და მამამისი საქართველოში ჩამოსვლის პერსპექტივებზე ისაუბრა. სწორედ ამ ინტერვიუდან ნათლად ჩანს, რომ დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელის პოსტზე სწორედ დუშან უჰრინ უმცროსი იმუშავებს, უფროსი უჰრინი კი იქნება კონსულტანტი და ასევე ის დააკვირდება დინამო თბილისის აკადემიის აღსაზრდელებსაც. რაც შეეხება თბილისის დინამოს მომავალი მთავარი მწვრთნელის ბიოგრაფიას, დუშან უჰრინ უმცროსი დაიბადა 1967 წლის 11 ოქტომბერს. მისი სამწვრთნელო კარიერა კი 2002 წლიდან იწყება. 2002-2004 წლებში ის ბოჰემიანსა და პრაღაში მუშაობდა. 2004-2007 წლები მლადა და ბოლესლავი, 2008 წელი პოლიტექნიკა და რუმინეთის ტიმოშუარა, 2009 წელი კიდევ ერთი რუმინული კლუბი, ამჯერად კლუჟი, 2010 წელი მლადა და კვიპროსის ლიმასოლი, 2011 წელი პოლიტექნიკა და ტიმოშუარა. სამწვრთნელო კარიერის მანძილზე მას 7 მოგება აქვს, 67 ფრე და 73 მარცხი. რაც შეეხება უფროს უჰრინს, ის ამჟამად 69 წლისაა და მწვრთნელობის 36 წლიანი სტაჟი აქვს. ამ ხნის მანძილზე დუშან უჰრინი წამყვან ჩეხურ საფეხბურთო კლუბებს ხელმძღვანელობდა. 1994-97 წლებში დუშან უჰრინი ჩეხეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელიც იყო და სწორედ მისი ხელმძღვანელობით ჩეხეთის გუნდმა 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. აქვე გეტყვით, რომ თბილისის დინამომ ბოლოს საქართველოს ჩემპიონის ტიტული სწორედ უჰრინის ხელმძღვანელობით მოიპოვა. ეს 2008 წელს მოხდა.